ცხოვრების წესია. სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობს მგალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი, რომელიც უკვე 21 წელია ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება. ანსამბლი კვლავ აგრძელებს ერთგული მსმენელის განებივრებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გუნდის მორიგი კონცერტი გაიმართა. ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოზე მომღერლებმა განახლებული რეპერტუარი შეასრულეს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეების თითქმის ყველა სიმღერას აერთიანებდა. კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დამსწრე საზოგადოებას, ვინც მოისმინა ჩვენი შესრულებული სიმღერები, ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვიდგინა სიმღერები, ფოლკლორული ნიმუშები ყველა კუთხიდან და ვიმედოვნებთ, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩა ჩვენი კონცერტით. დღეს შევასრულეთ სიმღერები სხვადასხვა კუთხეების, როგორც ყოველთვის ჩვევია, ვცდილობთ მოვიძიოთ ის განსაკუთრებული საშემსრულებლო ნიმუშები, რომლებიც ჩვენზე არის მორგებული, დღესაც გქონდა სიახლეები, იყო სხვადასხვა კოლაბორაციები ჩვენს მეგობრებთან ერთად. ჩვენს გარდა იღებდა მონაწილეობას ანსამბლ მარგალიტის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი თათია დარსანია, ჩვენი მეგობარი და მე მგონი წარმატებით გამოგვივიდა და მსმენელის კმაყოფილი დარჩა. ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოს მოწვეული სტუმრები, ფოლკლორისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მგალობელ მომღერალთა გუნდმა ტრადიციულად მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტმა გონი კარგად ჩაიარა, თუ ვიმსჯელებთ მაყურებლის ოვაციებით. შევასრულეთ თითქმის ყველა კუთხის სიმღერა და აქედან ალბათ 80% იყო სრულიად ახალი რეპერტუარი ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მივემგზავრებით ფინეთში გასტროლებზე. ფინეთიდან დაბრუნების შემდეგ უკვე ვგეგმავთ საქართველოს რეგიონებში ტურნეს და კონცერტების გამართვას. მგალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი კი 2006 წელს შედგა. 1021 წელს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორის ველზე ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ანსამბლს სახელი არქიმანდრიტმა იოანე კიკვაძემ შეურჩია. მგალობელ მომღერალთა გუნდი წლებია აქტიურად იძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს. 2015-2016 წლებში დიდგორმა პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე.